მადლობა რომ მოგბრძანდით ხართ ჩვენთან ერთად და აღნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ და ღირსშესანიშნავ დღეს. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას და დღევანდელ კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებიან. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ერთად აღნიშნავთ ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს. იყო დრო ქოცი ვიზა ლიბერალიზაციას ზარზე იმით აღნიშნავდა, გვილოცავდა, ქვეყნისა და ერის გადარჩენის გზად გვისახავდა, კონცერტებს აწყობდა, ამაყობდა. მერე რა რომ დიდი გზა ამ პროცესმა სწორედ წინა ხელისუფლების ხელში გაიარა, მაგრამ ახლა მაგაზე ნუ შევჩერდებით. შედეგია და საბოლოოდ ეს შედეგი ნამდვილად ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში გაფორმდა. ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მაშინ ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, მნიშვნელოვანი წინსვლა ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარ გზაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია ერქვა. ხო, ერქვა, რადგან გავიდა დრო და რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ნამდვილი სახე გამოაჩინა, ქვეყნის განვითარება შეაჩერა, რუსული კანონები მიიღო, მთელი დასავლეთი გადაიკიდა და ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებამდეც მივიდა. ვიზა ლიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესი არის ყველაზე მთავარი. ეს ევროპაში გამოზმანული და თმაგაგრეჭილი კაცი ვერც ერთ არგუმენტს ვერ გეტყვით იმისა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ევროპაში უვიზო მიმოსვლა საქართველოს ინტერესებს. ასეთი არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს. პირიქით, რამდენიც გინდათ. ვერც იმას გეტყვით, თუ 9 წლის წინ ვიზა ლიბერალიზაცია ქვეყნის ხსნა და გადარჩენა იყო, ახლა რატომ გახდა ინტერესების საწინააღმდეგო, მაგრამ მე გეტყვით, იმიტომ რომ ახლა ბიძინა რუსს ამ ქვეყნის საბოლოოდ გარუსებისა და ჩაკეტვის გზაზე ასე სჭირდება. ასე სჭირდება მისი ფულისა და ძალაუფლების გადარჩენას. ახლა აქან რუსული გეგმა და წესრიგი იქნება, ან ქოცი არ იქნება და ჯანდაბას დაელოდება ვიზას კალაძეც მილანში საშოპინგოდ რომ მოუნდება წასვლა, რომელსაც ან მისცემენ და ან არა. ღვთიური მანანა ხომ არ არის ბოლო-ბოლო შეშფოთ და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე. იშალვა არის. თქვენ რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გამართეთ ამდენი წელია და ხალხის სიკვდილს ევროპაში მკურნალობით რომ უსხლდება ხელიდან, იმათვის ღვთიური მანანაც არის და უკვდავების წყალიც. როგორი გავლენა იქნება საქართველოს და მის მოქალაქეებზე ევროპაში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას? ხო, ჩაკეტილი ქვეყანა ვერასოდეს ვერ განვითარდება, რაც არ უნდა გენიოსი ყავდეს მოსახლეობა, ხო, უმეტესწილად. ამიტომ მეტად განვითარებულ ქვეყნებთან, რაც ნაკლები შეზღუდვა იქნება კომუნიკაციის, იქნება ეს მიმოსვლა თუ სხვა ურთიერთობები, ბევრად უკეთესი იქნება ყოველი ჩვენთაგანისთვის. ანუ ახალგაზრდის პერსპექტივა გვეკარგება საზღვარგარეთ წასვლის. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ხელი შემეშალა თქვათ სწავლების მხრივ ევროპაში დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ალბათ უვიზო მიმოსვლაც რომ გაუქმდეს, ჩავიკეტეთ, ჩაკეტილი ქვეყანა ვიქნებით და არ არის ეს ჩვენთვის კარგი. გაითვალისწინო საქართველოს მოქალაქეების ნება და გაუფრთხილდნენ ევროპასთან ურთიერთობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და საბერძნეთში ერთი შვილი ყავს. ვერ გავაჩერე, გამეკცა და რა ვქნა მითხარ. თუ იქნება მიმოსვლა ახლობლობა, რა ვიცი, გამარტივება ძალიან კაი იქნება ყველასთვის, იქნება კაი ახალგაზრდების მიღება. მე აღარ შემიძლია და პენსიაში გავდივარაც. ანუ რო შეწყდეს ეს უვიზო მიმოსვლა, პირადად თქვენზე რა გავლენას იქონებს? რა გაიგონებას იქონია, ჯერ ნახევრად დავკარგეშვინა, მე ზუ დავკარგავ. მოქალაქეებზე განსაკუთრებით ახალგაზრდებზე რა თქმა უნდა ექნება გავლენა და ჩემი ასაკის ხალხზე ალბათ არა. ჩემი აზრით ძალიან ცუდი გავლენა იქნება და ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს, იმიტომ რომ ყველას რო თავი დავანებოთ, ახალგაზრდებს პერსპექტივა აღარ გვექნება, რომ ელემენტარული საზღვარგარეთ ცოდნა მივიღოთ, ან სწავლა გავაგრძელოთ, ან თუნდაც ძალიან ბევრი ემიგრანტი ყავს ქართველს და ოჯახის წევრები რომ ვნახოთ, მაგაზეც ფიქრობ, რომ ძალიან არასწორი შეხედულება და გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი პარლამენტარი შვილი დღესდღეობით იქაური მაცხოვრებელია, იქაური სტუდენტია და ჩვენ ყოველთვის ხელი გვეშლება, ვთქვათ, ევროპული განათლების მიღებაში, მოგზაურობის მხრივ, კონკურსებში მიღების მხრივ და არ ვიცი, მეც ეკითხო მიჩნდება სულ. ძალიან ცუდი გავლენა ექნება, ძალიან და ამაზე არ ფიქრობს არც მთავრობა, არც არავინ. ამათ თვითონ რაც აწყობთ, იმას აკეთები. რატო ასწავლიანი? რუსეთში ასწავლო ნებისმიერ ქალაქში თუ ასეთი კარგია. რუსეთი ძლივას დავეხსენით რუსეთს და ისევ იქეთ უნდა წაგვიყვანო.
ივანიშვილი თავის ქონებას უფრთხილდება შვილდა, იმიტომ თორე ხალხის დარდი სულ არა აქვს მაგათ, არავის არც ერთს. ლეგიტიმური კითხვები აქვს საზოგადოებას, თუ ევროპა ცუდია და სამშობლოს და იდენტობას გვართმევს, ყოველი მეორე პარლამენტარის შვილი იქ რატომ იბადება და სწავლობს, არც ამ და არც სხვა კითხვებზე ოცნების თავკაცებს პასუხები, რომ არ აქვთ პატრიოტიზმი და ჩვენი სამშობლო იმეორებენ. ამ ფსევდოპატრიოტიზმისაც აღარ არის სჯერა. ვიზა ლიბერალიზაცია რომ მხოლოდ ამ ქვეყნის წინსვლის და წარმატების გარანტიაა და არათუ ინტერესებს ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით ეს ხალხმა კარგად იცის და აღიარებს კიდეც. ის ხალხიც კი, ვინც არც სამგზავროდ აპირებს წასვლას და არც სასწავლებლად, რადგან ივანიშვილის მიერ გაღატაკებულ ქვეყანაში ამის შესაძლებლობა ძალიან ცოტას თუ აქვს. ვისი ბრალი უნდა იყოს მთავრობის? ხანაზე ვისი ბრალი იქნება თუ შეწყდება ეს უვიზო მიმოსვლა? რა თქმა უნდა მთავრობის. ჩვენია ცალია რომ თუ ვიზოთ რუსეთში თუ ევროპაში. ევროპაში მე იტალიაში მყავს შვილი და შვილიშვილი. საფრანგეთში ჩემი შვილი მკურნალობდა. ასე რომ ევროპა მჩემდია. რუსებმა მესახლე და წამართვეს, ქონება წამართვეს, სოხობიდან დამა. თქვენი აზრით ვისი ბრალი იქნება თუ დავკარგავთ თუ ვიზო მიმოსვლას? მთავრობის, ეხლანდელი მთავრობის, რომ მოჩვენებითი ბირო იყვნენ პირველად, რომ ვითომ დემოკრატები იყვნენ და მათი დემოკრატია ეს არის. მე ყველაზე ძალიან იმაზე მტკივა გულიშვილო, რომ ამდენი თითქმის საუკუნეა იბრძვის საქართველოს, რომ გავიდეს ევროპაზე და ეხლა მოინდომეს ისევ რუსეთზე, ნუ თუ ვერ გაიგეს რომ რუსეთი არის რუსეთი თვითონ ერთმანეთს რო ჭამენ. და თქვენი აზრით რო შეწყდეს უვიზო მიმოსვლა ვისი ბრალი იქნება? რა თქმა უნდა ივანიშვილის. სხვა ის უნდა იყოს. კითხვაზე თუ ვისი ბრალია ამ ქვეყნის ყველა უბედურება ხალხს უკვე ეცინება, მაგრამ თუ ვინმეს კიდევ ეჭვიებარება რამეში, უნდა იცოდეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება მხოლოდ ევროპაში მოგზაურობის გართულებას არ ეხება. ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებს ვეღარ მოინახულებთ. მძიმესენი დაავადებული ადამიანები სამკურნალოდ ვეღარ წავლენ. სასწავლებლად გამგზავრების პროცესი უკიდურესად გართულდება და სეზონურ სამუშაოებზეც ვეღარ ევლით ევროპაში, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის შემოსავლის ლამის ერთადერთი წყაროა. თქვენ უნდა დაფიქრდეთ და ხმა აიმაღლოთ, თორემ მამუკა მდინარაძეს რასაც ჩასწახებენ, ის უნდა ამოგძახოთ. აი მაგალითად შარშან ამას ამბობდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსენსუსი სჭირდება და როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არც ერთი არსებობს. ჰოის აუცრებავ გავიდა ზუსტად 1 წელი და მამუკა და დანარჩენები უვიზოს გაუქმებას ასეთ ამამად ვეღარ გამორიცხავენ. მეტიც გვიმტკიცებენ, არც არაფერში გვჭირდება ეგ უვიზო, არც ეგ გარყვნილი ევროპაო. ვერავის ვერ დააშინებენ და მეორე რაღაცა ჰაერში მუშტების ხნევას თავი დაანებოს ყველა. ეს მაინც გამორჩეულად უშიშარია, არ ვიცი შეიძლება ტანკისტიც იყო ომამდე. უპრინციპობაზე გამახსენდა, ვიზა ლიბერალიზაციაზე კი არა ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე რომ ლამის შალახო გვაცეკვეს, მაშინ არ გთხოვდა ევროპა ჩვენი კაცების გათხოვებას, მაშინ არ გვეშინოდა. დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ. მე ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დღევანდელი დღე ეს არის ისტორიული დღე. 27 ივნისი ეს არის დღე, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული და განსაკუთრებული. ძალიან ძნელია ჩემთვის სიტყვით გამოვხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას. მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს. სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი. არ ვიცი ახლა რას გრძნობს ირაკლი და სიტყვებით შეუძლია თუ არა გამოხატოს, მაგრამ არც იმის მჯერა რომ პოლიტიკიდან იმის გამო წავიდა, რომ ამ ქვეყნის ევროპულის სივრციდან ხელოვნური მოწყვეტა ვერ აიტანა. თან როგორც თვითონ თქვა, უფრო ამის ბრალია. შვიდი სიტუაცია კარგი ამინდია და რატომაც არა. ბოლო დროს ქართულ ოცნებაში მიმდინარე გადაადგილებებზე ბევრი ვერსია ისმის, სად და რატომ მიდიან ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი ადამიანები. ვერსია რომ ივანიშვილი მის გარემოცვას გვერდზე გაწევით სანქციებისგან იცავს, ივანიშვილისთვისაც კი ზედმეტად ჰუმანურია. კაცი ხან საკუთარი შვილის სათამაშოდ აქცია
დავიშენე კიდევ დამილება და ხან იმას გვეუბნებოდა, რაც გინდათ ის დაუძახეთო. რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ. ალბათ არც ახლა ზრუნავს დიდად მისთვის ხიფათისა და სანქციების არიდებაზე. ახალი ოპოზიციის შექმნაც ღარიბაშვილითა და რიჟვაძით თლად დიდებული აზრი ვერ არის. კიდევ ერთი ვერსია ივანიშვილის მიერ დასავლეთთან ვაჭრობისთვის პოზიციების მომზადებას უკავშირდება, რომ პასუხისმგებლობები კობახიძე კალაძის კლანს აქიდოს და თავად ფორმალურად გვერდზე გაიწიოს. ერთი ვერსია რუსეთის ფაქტორს უკავშირდება, რომ შესაძლოა ის აქ პერსონალისტური ავტორიტარიზმის სისტემური ავტორიტარიზმით ჩანაცვლებას ცდილობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში არც გარე და არც აქაური რუსები ქვეყნისთვის სასიკეთოს რომ არაფერს გააკეთებენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რასაც არ უნდა ცდილობდეს და წვალობდეს ივანიშვილი, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მისი და მისი ყველა მარიონეტის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. აქციებიც არ ცხრება. პროტესტის მოთხოვნებს უკვე მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა და ხოცის ამ ფაცი-ფუცით ჯერჯერობით უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. სანქციები მოქმედებაშია და ახალ ტალღებს კიდევ უნდა ველოდოთ. დასავლეთისგან ოცნება სრულად იზოლირებული და ხელჩამოურთმებელია. მთავრობა არალეგიტიმურია. ამერიკა კვლავ გვაკრიტიკებს და რაც უნდა ამტკიცოს პროპაგანდამ, რომ ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია, ჯერ ერთი რომ ეს ტყუილია და მართალიც რომ იყოს, ამით არც ყაველაშვილის და არც კოლექტიური ოცნების ცხოვრებაში არაფერი იცვლება უკეთესობისკენ გლობალურ დონეზე. და რაც შეეხება ლოკალურ დონეზე, ვის ცხოვრებაში რა შეიცვლება, ამას მხოლოდ მათი პატრონი გადაწყვეტს.